მშვიდობისა საქართველოს დღეს 14 იანვარია უყურებთ კურიერს 9-ზე. საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი აბუ-დაბიში გრძელდება. ირაკლი კობახიძე მდგრადი განვითარების კვირაულის სამიტში მონაწილეობს, რომლის მთავარი თემა არის თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს საერთაშორისო პლატფორმაზე სიტყვით გამოვა. ის ისაუბრებს შუადერეფნის მნიშვნელობაზე, საქართველოს როლზე, ანაკლიის სპორტის მშენებლობასა და განვითარებაზე. ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონალურ დირექტორს, ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია დამაკ პროპერტის დამფუძნებელს, კომპანია პრიპკოს აღმასრულებელ დირექტორს, ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია იგლ ჰილსის დამფუძნებელს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ქართული ეკონომიკის განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს. აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერს საშუალება ექნება სიტყვით გამოვიდეს ლიდერთა დიალოგის ფორმატში. პრემიერი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიც არის ანაკლიის სპორტი, ისაუბრებს ასევე დაკავშირებადობაზე, შუადერეფანზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ისაუბრებს ენერგეტიკის მიმართულებაზე, ენერგეტიკის განვითარება, განახლებადი ენერგიების წარმოება არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. ასევე პრემიერი შეეხება სატრანზიტო ფუნქციის, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, იმ ინვესტიციების შესახებ ისაუბრებს, რომელსაც სახელმწიფო დებს მაგისტრალების განვითარებაზე, რკინიგზის განვითარებაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობები, მათი სამომავლო განმტკიცების მნიშვნელობა და ახალი შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო დონეზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაისვა სუვერენიტეტის დაცვის, სწორი სამიგრაციო პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას. უკვე მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია მოლდოვის პრეზიდენტის რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე გაკეთებული განცხადება. მომართველი გუნდი Deep State-ის გავლენებზე საუბრობს და განმარტავს, რომ საქართველოსთვის სუვერენიტეტის დათმობა მიუღებელია. მაია სანდუმ ერთ-ერთ პოდკასტში ისაუბრა, რომ ის რეფერენდუმის შემთხვევაში მხარს დაუჭერს მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას. მოლდოვის პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებით ახსნა და თქვა, რომ დღევანდელ პირობებში მოლდოვასთვის დამოუკიდებლად გადარჩენა სულ უფრო რთული ხდება. ნეიტრალური სახელმწიფო თავის კონსტიტუციით ამბობს, რომ მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ერთადერთი გზა გადარჩენისა, ქვეყნის გადარჩენის არის რუმინეთთან შეერთება, მაგრამ ამ გადარჩენას აქვს გარკვეული პირობები. გარკვეული გზა არის გასავლელი. საზოგადოების ძალიან დიდი რაოდენობა არ უჭერს მხარს სანდოს პოლიტიკას და არა იმიტომ, რომ მას თითქოს და ორიენტირი აქვს აღებული ევროკავშირს. შეიძლება სიტყვით ერთს ამბობს, მაგრამ რეალურად ის სტანდარტი, რაც მოითხოვება, რაც რეალურად ევროსტანდარტი ქვია, არანაირად არ არის გათვალისწინებული არც ერთი ნიშნით მოლდოვაში. ეროვნული იდენტობის აღქმის პრობლემასთან ერთად, როგორც ეტყობა ქალბატონ სანდუს ღირსების და თავმოყარეობის შეგრძნების პრობლემაც გააჩნია. ეს არის ნათელი დასტური, თუ რა სავალალო დღეში აქცდებს Deep State-ის ფსევდოლიბერალური პოლიტიკა ცალკეულ ქვეყნებს, ამ შემთხვევაში კონკრეტული დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერი, როდესაც ღიად აცხადებს, რომ ის სიამოვნებით დათმობდა სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, აქ ჩანს სწორედ ის უმძიმესი შედეგი იმ პოლიტიკისა, რასაც დღეს Deep State-ის კარნახით და დირიჟორობით ევროკავშირის ჩინოსნები ახორციელებენ. სუვერენიტეტის დათმობის გზით ევროკავშირში გაერთიანება ის მიუღებელი გზა არის, რომელზეც რა თქმა უნდა საქართველოს არასდროს დათანხმდება. კვლავ უკონტროლო და უკიდურესად რთულია ვითარება ირანში. მოქალაქეებსა და ძალაუნებს შორის შეტაკებების მიუხედავად მასობრივი გამოსვლები არ წყდება. ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღს და ლეტალურ ტყვიებს იყენებენ. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოკლულების რაოდენობა შესაძლოა 12,000 აჭარბებდეს. აქციებისას დააკავებულია 18,000-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. გამოტანილია სასიკვდილო განაჩენებიც, რომელთა აღსრულებაც საერთაშორისო მედიცინით რამდენიმე საათში დაიწყება. დაშავებულების რაოდენობის გამო კოლაფსის ზღვარზეა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა. ვრცელდება ინფორმაცია ძალაუნების მიერ კლინიკებში დაშავებულების ჩაცხრილვის შესახებაც. ქვეყნის პროზექტურები ცხედრებს ვეღარ იტევს.
დემონსტრაციების ჩახშობის ფონზე ირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. დონალდ ტრამპმა მომიტინგეებს სამთავრობო შენობების აღებისკენ მოუწოდა და მხარდაჭერა აღუთქვა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით ირანის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი ზომების მიღება იგეგმება. ამ წუთებში ტრამპი თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების გუნდთან ერთად შეხვედრას ატარებს, სადაც განიხილავენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლო ქმედებების ვარიანტებს. ირანი ტრამპს თავის მხრივ საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. გაეროში ისლამური რესპუბლიკის ელჩმა გენერალურ მდივანს უშიშროების საბჭოსა და ყველა წევრ სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებაზე რეაგირებისკენ მოუწოდა. ირანის პოზიციით განცხადებები ძალის გამოყენების მუქარაა და ირანის შიდა საქმეებში ჩარევა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი ღიაა სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ასევე სრულად მზადაა ომისთვის. წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა შტატების ექს-პრეზიდენტის ბილ კლინტონის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი ჩვენების მისაცემად კონგრესის კომიტეტის წინაშე არ გამოცხადება. ცნობილია, რომ კონგრესისადმი უპატივცემულობის მუხლით ბილ კლინტონისთვის ბრალის წაყენების საკითხს კენჭს მომავალ კვირას უყრიან. შეგახსენებთ, კომიტეტი არასრულწლოვანთა სექსუალური ტრაფიკინგის საქმეში ბრალდებული ფინანსისტის საქმეზე ჰილარი და ბილ კლინტონების დაკითხვას გეგმავდა, თუმცა კლინტონებმა განაცხადეს, რომ კომიტეტზე გამოცხადებას არ აპირებენ. პარიზის სააპელაციო სასამართლოში პარტია ეროვნული გაერთიანების ლიდერის მარინ ლე პენის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. შეგახსენებთ, გასული წლის მარტში მას სახელმწიფო თანამდებობის დაკავება 5 წლის ვადით შეეზღუდა. მეორე ინსტანციაში განხილვა ერთ თვეს გაგრძელდება. სარჩელის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში კი მარინ ლე პენს დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობა საკასაციო სასამართლოშიც ექნება. დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ტრადიციულად ამ დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშის აღმართვის ცერემონია იმართება. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით ყოველი წლის 14 იანვარს 2012 წლიდან აღინიშნება. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მილოცვები გამოაქვეყნეს. ოზურგეთში კალანდა საზეიმო გარემოში აღინიშნა. სოფელ შემოქმედში მდებარე ეთნოგრაფიულ სივრცეში მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა გურული ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა, გაყიდვა თეატრალიზებული პერფორმანსები და ჩატარდა ტრადიციული საკალანდო რიტუალები. საღამოს საზეიმო კონცერტი დასრულდა ჯგუფ მიქსტურას მარიამ შენგელიასა და თეატრალურის კვარტეტის მონაწილეობით. ეს არის არაჩვეულებრივი დღე გურისთვის დამახასიათებელი კალანდა, ძველი ახალი წელი, ფეხბედნიერი ყოფილი იყოს სრულიად საქართველოსთვის, ჩვენი გურისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის. მშვიდობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე, სიხარული ყველას. ბედნიერი ვართ, რომ 13 იანვარს ვითარდება კალანდის დღესასწაული. თავისი ტრადიციები, თავისი მეკვლეთ, თავისი ტრადიციული სახალხო სუფრით, ჩიჩილაკით, მოკლედ ძალიან ბევრი რიტუალია და განსხვავებულია და მადლობა ღმერთს, რომ ამფერი ტრადიცია გაგვაჩინა გურლებს. მინდა ამ საოცარი სივრციდან მიულოცო მთელს გურიას, მთელ საქართველოს კალანდის შემოგზანება და მინდა უსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა და წინსვლა. ეს არის ტრადიციული დღესასწაული, რომელსაც ჩვენს მოსახლეობასთან ერთად აღვნიშნავთ. კალანდა არის ოზურგეთის, მთელი გურიის სავიზიტო პარადი საქართველოს. მინდა მიულოცო გურიას და გურულებს. თავდადილი დღე მინდა უსურვო წარმატების, კეთილდღეობის და მშვიდობის წელი. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებში შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 10-ზე.